ბრძოლა გრძელდება მაქსიმუმ 2 თვის ვადაში მშობლების შვილებისთვის სპეციალურ მედიკამენტებს ელოდებიან. სწორედ ეს არის ის პერიოდი, როდესაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებმა უკვე უნდა მიიღონ ის სპეციალური მედიკამენტები, რომელიც საქართველოში შემოვა. რა უძღოდა წინ მთავრობის დათანხმებას მშობლების მხრიდან, რომ სპეციალურ მედიკამენტებთან დაკავშირებით ფარმაცევტულ კომპანიებთან აქტიური მოლაპარაკებები დაწყებულიყო. იყო 2 წლიანი მოლაპარაკებები, იყო პროტესტი და 46 დღიანი უწყვეტი აქციები მთავრობის ადმინისტრაციასთან, შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, მოქალაქეების აქტიურობა და 2 მილიონი ლარის შეგროვება სტუდენტების ჯგუფის მხრიდან, სადაც მშობლების დასახმარებლად მოქალაქეებმა თითოეული ლარი გაიღეს და ამ პროტესტმა შედეგი მოიტანა, მშობლები ახლა შვილებისთვის წამალს ელოდებიან. მანამდე ისმოდა კრიტიკა მშობლების და ასევე მადისკრედიტირებელი კამპანიები მედიკამენტების წინააღმდეგ, როდესაც მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ ეს წამალი შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიშიც ყოფილიყო. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ყველა ბავშვი მიიღებს წამალს. ეხლა უკვე გადავდივართ ამ გადაწყვეტილების შესრულების ეტაპზე. მე ვფიქრობ და ყველა მშობელი ფიქრობს, რომ სამუშაო ჯგუფში უნდა იყოს მაქსიმალურად წარმომადგენლობითი და რაც თავარია, ამ ჯგუფში ჩართული უნდა იყვნენ ექიმები. სამუშაო ჯგუფმა სასწრაფოდ უნდა დაამყაროს კონტაქტი ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომელსაც შემოაქვს ეს 2 მედიკამენტი და გაიწეროს ვადები და მოწოდების პირობები. ჩვენ ვიცით, რომ ფარმაცევტული კომპანიები ღია არიან კომუნიკაციისთვის, ჩვენ ვიცით, რომ წამლის მარაგები არსებობს, ასე რომ არაფერი არ უშლის ხელს კომუნიკაციის დაწყებას და ძალიან სწრაფად შეიძლება ამ წამლების შემოტანა ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ყველა ფაქტორმა ცალ-ცალკე და ერთად აღებულმა მოახდინა ზეგავლენა ამ გადაწყვეტილებაზე. ეს იყო როგორც აქციები, ასევე ხელმოწერების შეგროვება, ასევე თანხების შეგროვება, სადაც უპრეცედენტო ერთსულოვნება ვნახეთ. ასევე საპატრიარქოს ჩართულობა წერილი ბიძინა ივანიშვილთან, შიმშილობის გამოცხადება, ამან ვფიქრობ ერთობლივად ყველაფერმა იმუშავა და მივედით იმ შედეგამდე, რომ ჩვენ ბავშვებს ექნებათ წამალი. მედიკამენტებზე უკვე მიღებული გვაქვს თანხმობა, დაიწყება კონკრეტული მედიკამენტების შემოსვლა მაქსიმუმ თვენახევარი 2 თვეში. გააჩნია ხა კომპანიებთან მოლაპარაკება, როგორც გითხრეს, რომ გუშინვე დაიწყებოდა უკვე, დრო დასაკარგი არ გვაქვს ნამდვილად. რაც მთავარია, რომ მართულ გუნდში ვიქნებით ჩვენს მშობლები, რამდენიმე მშობელი, გავაკონტროლებთ ამ პროცესებს. ეს არ ნიშნავს, როდესაც ვსაუბრობთ რამდენიმე მედიკამენტზე დაბლოკილია სხვა მედიკამენტები, ამ მედიკამენტებისთვის ღია არის კარი, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ეტაპობრივად, რაც კი ახალიც იქნება მედიკამენტები, ისინიც შემოვა. უამრავი პროპაგანდა აგორდა, რაც აღარ ვისმენთ, მაგრამ საერთოდ არ ყოფილა ამ მედიკამენტების უსაფრთხოების განხილვა. ორივე მხარე შევთავაზეთ იმაზე, რომ ეს წამლები აუცილებელი და მნიშვნელოვანია ამ ბავშვების გადასარჩენად. უსაფრთხოების თემა მოხსნილი იყო თავიდან, საერთოდ არ განხილულა და ყველაზე მარტივი ამ 2 მედიკამენტის სასწრაფო დაწყება, იმიტომ რომ გამოცდილება ბევრ ქვეყანაში არსებობს უკვე, როგორც კი ხელშეკრულება გაფორმდება, შეგვიძლია 1 თვეშიც შემოვიდეს ეს წამალი, ამ წინაპირობა რთული არ აქვს საერთოდ. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან და ანონსებენ, რომ შესაძლოა მედიკამენტების წრექა ფართოვდეს, გარდა იმისა, რომ 2 მედიკამენტი მაქსიმუმ 2 თვეში საქართველოში შემოვა, თვლიან, რომ უფრო მეტ მედიკამენტებზე უნდა დაიწყოს მუშაობა და უფრო მეტ ფარმაცევტულ კომპანიასთან უნდა გავიდეს მთავრობა კონტაქტზე.